სრულ ფორმატიანი გოლფი უკვე აგვისტოდან საქართველოშიც იქნება, გოლფ კლუბის წევრობა კი $50,000 ეღირება. ახალი მარკეტინგი ეპილაციაში სხეულის ზონირებას გულისხმობს, ახლა იქ ქალის მკერდი უკვე ცალკე პროდუქტია თავისი ფასით. Hyundai-ის ბაზარზე ახლა მძიმე ტექნიკაც შემოაქვს და მას Transformers show-ს სახით წარმოგიდგენთ. მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და მე გესაუბრებით ბიზნესს. მოგესალმებით რუსთავი ორზე და რადიო ფორტუნაზეც. ყველაზე ძვირი, ყველაზე პრესტიჟული სპორტი, გოლფი, საქართველოშიც იქნება. პირველი დახურული ტიპის კლუბი შავნაბადაზე ესპანური ფულით შენდება. 100 მილიონი ჯდება და უკვე აგვისტოში პირველი ფაზა გაიხსნება. პრიმერა გოლფ კლუბის წევრობა დახურულია, სულ 600 ადგილი გაიყიდება, საიდანაც პირველი $25,000 ეღირება, შემდეგ კი ფასი გაორმაგდება. თუმცა მფლობელი წევრობას სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებს და გაყიდვის უფლებაც ექნება, რითაც ეს ერთგვარ ინვესტიციას ემსგავსება. ზები უკვე მოვასწორეთ და ხრეში მივაყარეთ. ასფალტის დასმას ვაპირებდით, მაგრამ წვიმებმა ხელი შეგვიშალა. შავნაბადეს ნაძვების ტყეში, სადაც გიდობას ესპანელი ინვესტორი გვიწევს, მალე კომუნიკაციების თანამედროვე ქსელი გაიშლება. სტანდარტული 6 მეტრის სიგანის გზებითა და ველობილიკებით. ნიადაგში კი ევროპულ ყაიდაზე წყალგაყვანილობასთან ერთად ელექტროსადენებით ჩაიყრება. შეხედეთ, აქედან თბილისის ხედი იშლება, ხელის გულივით ჩანს სტადიონი, რედისონი და სამების ტაძარი. დედაქალაქიდან ზუსტად 15 წუთის სავალია. მომავალში ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსს ავაშენებთ. ვფიქრობთ, არქიტექტურულად გამორჩეული სახლები და ეკოლოგიური გარემო უცხოელებსაც მოიზიდავს. თუმცა მთავარი პანორამა შავნაბადის მთისწვერიდან იშლება, რომელიც პრიმერა კლუბის ცენტრად მოიაზრება. ეს შავნაბადეს მონასტერია, აქეთ კუმისის ტბა ჩანს, ეს კი რუსთავი და აეროპორტია. შეხედეთ რუკას, ჩვენ აქ ვიმყოფებით. მარცხნივ და მარჯვნივ ფერდობებზე გოლფის მოედნები განლაგდება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 18 მოედნის საერთო ფართი 100 ჰექტარია. თუმცა კლუბის წევრებს რელაქსაციის სხვა საშუალებებსაც შესთავაზებენ. მათ შორის Spa Club House თავისი აუზებითა და სატრენაჟერო დარბაზებით, ასევე საცხენოსნო კლუბსა და ესპანურ რესტორან Primera Pinchos. 150-300 მეტრამდე უნდა გაისროლოთ, მანძილი ჯოხზეა დამოკიდებული. ბურთის ორმოში მოსათავსებლად მოთამაშეს 6-ჯერ სროლის უფლება აქვს. იოლი არ არის, ამიტომ დაწყებებს სპეციალურ სავარჯიშო მოედანსა და ტრენერის მომსახურებასაც შევთავაზებთ. ესპანელმა ინვესტორმა გადაწყვიტა ელიტარული სპორტის ანაბანაში გავერკვიე. ჯოხი ბუნებრივად უნდა გეჭიროთ, საჭიროა კონცენტრაცია და რაც თავარია უნდა მოეშვათ. როგორც კარები უნდა გახსნა და დახურო. ცოტა საშიშროება არის, ხო? Maybe you are in danger. ვისარგებლებ შევთქმევით და სატესტო დარტყმას განვახორციელებთ თბილისის ექსკლუზიურ გოლფ კლუბში, სადაც შეიძლება მეორეჯერ ვეღარც კი მოხვდე. ამ თემაზე საუბარში ახლა პედრო პასტორი, გრუპო პასტორისა და პრიმერო გოლფ კლუბის დამფუძნებელი შემოგვიერთდება. Welcome to our show. და მე კითხოს ქართულად დავუსვამ, ბატონი პედრო ისპანურად გვიპასუხებს. პირველ რიგში მინდა კითხოთ, რატომ გადაწყვიტეთ, რამ გიკარნახათ, რომ საქართველოში ის დრო და ის ადგილია, სადაც ინვესტირება ამ სფეროში მიზანშეწონილია? Bien, nosotros pensamos que Georgia, después de hacer un año de investigaciones, მას შემდეგ რაც ერთი წელი დაგვჭირდა კვლევისთვის შესასწავლად ბაზრის რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმში. no hay ningún campo de golf, es el primer საქართველოში არ არსებობს გოლფის მოედანი, con propiedades internacionales para hacer torneos internacionales. რომელიც საერთაშორისო ტურნირებში მიიღებდა მონაწილეობას, ჩართული იქნება ამ ქსელში. Bueno, la cultura en Georgia es muy parecida que en España. და საქართველოს კულტურა ძალიან საქართველოს კულტურა ძალიან მსგავსია ესპანური კულტურის. ანუ მდიდარ ტურისტებსაც ექნებათ საშუალება ამ გოლფ კლუბში მოხვდნენ. მდიდარი ტურისტები შეძლებენ ესე იგი ამ კლუბში მოხვდეს.
Sí, ese es nuestro objetivo. ეს არის ჩვენი მიზანი. Queremos atraer inversión, atraer turismo de clase alta. ჩვენ მოვიზიდეთ ინვესტიციას სწორედ დიდარი შეძლებული ტურისტების ჩამსაყვანად საქართველოში. El nombre de Tbilisi, la capital del país, en torneos internacionales. რომ საქართველოს ასევე გვინდა რომ თბილისის სახელი საერთაშორისო ტურნირებში გამოჩნდეს თბილისი PGA ტურნირებში. Con el fin de atraer inversión y de desarrollar el país y por supuesto რათა მოვიზიდოთ ტურისტები და საქართველოს ეკონომიკას ამას გარდა თქვენ გეყოლებათ 600 წევრი, რომელთა თქვა საწევროს ფასი $50,000 იქნება. გეგულებათ თუ არა ადგილობრივ ბაზარზე ასეთი მომხმარებელი ამ რაოდენობის თუ აქაც გათვლა უცხოელებზეა. No, por supuesto, en un 70 o un 80% está dirigido al რა mercado. თქმა უნდა, 70-80% ქართულ ბაზარზეა Los გაწყვილი. primeros que tienen que disfrutar del golf y aprender. ქართულებმაც უნდა მიიღონ სიამოვნება გოლფის კულტურით. და ალბათ იგულისხმება რომ მათ ამას ასწავლიან. Sí, por supuesto. A partir de este verano de este año ya empezaremos a dar clases a nuestros primeros miembros. ამ ზაფხულში უკვე მზად იქნება იმისთვის რომ პირველი გაკვეთილები ტრენინგ ჩაუტარდეს გოლფის სათამაშო. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას. მომგებიან მარკეტინგულ სტრატეგიას ირჩევენ თბილისური სილამაზის სალონებით, სადაც ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან სერვის ეპილაციას ახლა სხეულის ზონების მიხედვით კატეგორიად ყოფენ და სხვადასხვა ფასად ყიდიან. ქალის მკერდიც ამ მიდგომით ახლა ცალკე პროდუქტია და ცალკე ფასი აქვს. ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავის სავიზიტო ბარათია. ქალის სხეულის სექსუალურობის სიმბოლო და აღიარებული ორგანო არც თუ იშვიათად კარიერული და პირადი ცხოვრების წარმატების საფუძველიც გამხდარა. ბოლო დროს კი ქართულ ესთეტიკურ კლინიკებში პაციენტი ქალების რაოდენობა მიმატა. მათ მკერდზე არც მეტი არც ნაკლები ჭარბთმიანობა აწუხებთ. ექიმ-კოსმეტოლოგები განმარტავენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში სარძევე ჯირკვლებზე ეპილაცია უსაფრთხოა და არც განსაკუთრებულ ტკივილს იწვევს. სწორად შერჩეული პარამეტრების შემთხვევაში ლაზერის სხივი აზიანებს მხოლოდ თმის სტრუქტურას და არანაირი გვერდითი ზემოქმედება ქსოვილზე არ გააჩნია. რატომღაც ყველა პაციენტს გონია ხოლმე რომ ლაზერული ეპილაცია არის მტკივნეული პროცედურა ძუძუს დრილებზე, მაგრამ მინდა გითხრათ რომ თითქმის უმტკივნეულოა და გაუკვირდებათ ხოლმე კიდევაც. მამოლოგების განმარტებით მკერდზე თმიანობის ინტიმური პრობლემა ყოველ მეხუთე ქალს აწუხებს. იმასაც ამბობენ, რომ ეპილაციის თანამედროვე ტექნოლოგიები დახვეწილია, მაგრამ ამ მეთოდით სარძევე ჯირკვლებიდან თმის მოცილებას ყველას მაინც არ ურჩევენ. არიან ქალბატონები, რომელიც მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები უკვე აქვთ მკერდში, მათთვის შედარებით საფრთხეს წარმოადგენს, იმიტომ რომ მოხდება მისი პროვოცირება იმ წარმონაქმნების, რომელიც შეიძლება ქონდეს სარძევე ჯირკვალში. ქალის მკერდზე თმის ამოსვლის ყველაზე გავრცელებული მიზეზის ჰორმონალური დარღვევების შემთხვევაში ქალურობის შესანარჩუნებლად პაციენტებს ასობით ლარის დახარჯვა უხდებათ. როცა ჭარბთმიანობა აზიური გარეგნობის ან გენეტიკური მიზეზებით არის გამოწვეული, პრობლემა გაცილებით მარტივად და იაფად მოგვარებადია. ფიქსირებული თანხა ჩვენთან არის, რამდენი იმპულსის დაჭირდება, ამიტომ ვამბობ, მინიმუმ 15 ლარი, მაქსიმუმ 30-35 ლარის რაოდენობით, ანუ თანხის გადახდა მოუწევს პაციენტს, რომ ძუძუს დრილებზე მოიცილოს ჭარბი თმები. რადგან სხეულის ეს ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას და ზრუნვას მოითხოვს, ექიმები ქალებს თმის მოცილებამდე სარძევე ჯირკვლის ეხოსკოპიური გამოკვლევის ჩატარებას ურჩევენ და აფრთხილებენ, რომ სხეულის ეს ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას და ზრუნვას მოითხოვს. ახლა დღის სიახლე კავკასიის ონლაინი ახალ მარკეტინგულ სტრატეგიას მიმართავს და ბაზარს მინიმალურ 1 მეგაბიტიანი სიჩქარის ინტერნეტს აღარ თავაზობს, სანაცვლოდ 4ჯერ სწრაფ ინტერნეტს სულ 5 ლარით უფრო ძვირად მოკიდით. აქამდე თუ 1 მეგაბიტს კომპანია 15 ლარად ყიდდა, ახლა 20 ლარად 4 მეგაბიტს იყიდით.
კავკასიის ონლაინი აწესებს ახალ სტანდარტებს ინტერნეტით სარგებლობის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევე როგორც ჩვენს არსებულ მომხმარებლებს, ასევე ახალ მომხმარებლებსაც ინტერნეტ ბაზარზე არსებული საუკეთესო შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ. ეს ჯერჯერობით შეეხება მხოლოდ ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს, რა თქმა უნდა, ჩვენი საბოლოო მიზანი, საითაც მივდივართ, ეს არის, რომ მთელი ქალაქი თბილისი, სადაც დარჩა ის უბნებით ოპტიკით დაიფაროს და იქაც ყავდეს ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლები და შესაბამისად შემდეგ ეს სიახლეები ყველაზე გავრცელდება. რეკლამის შემდეგ ტრანსფორმერების შოუ ნამდვილი მძიმე ტექნიკით სპეციალურად თქვენთვის კორეული Hyundai-სგან და გერმანული კომერცბანკი, რომელიც ასევე ქართულ ბაზარზეა. დაგველოდეთ. განვაგრძოთ ბიზნეს კურიერს, Hyundai თავისი მძიმე ტექნიკით ქართულ ბაზარზე შემოდის, გაცვლას მეგა სამშენებლო პროექტებზე აკეთებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით იწყება. ნახეთ პერფორმანსი Hyundai სამშენებლო ტექნიკით სახელწოდებით Transformers Show. ეს ეგრეთ წოდებული ტრანსფორმერების ექსტრემალური შოუა, რომელსაც Hyundai-ის ინჟინრები საკუთარი ტექნიკის შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ გავენ. წარმოდგენაზე დასასწრებად კი კომპანიის დილერებსა და სამშენებლო სფეროს სპეციალისტებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ეპატიჟებიან. თუმცა ინდუსტრიული და ეთნიკური შოუს ნაზავი ინტერესს არა მხოლოდ ტექნიკის შეძენის მსურველებში აღვივებს. ამჯერადაც შოუს ტურისტების ჯგუფი ინდოეთიდან და ჩინეთიდან ესწრება. ამ შოუს შემკურეს შეუძლებელია პოპულარული კომიქსი ტრანსფორმერები არ გაგახსენდეს. სწორედ ამიტომაც სამხრეთ კორეაში წელიწადში ერთხელ არ მხოლოდ სამშენებლო სფეროს სპეციალისტები იკრიბებიან, არამედ ჩვეულებრივი ტურისტებიც, რომლებიც მზად არიან ფულიც კი გადაიხადონ, რომ აი ამ არაჩვეულებრივი შოუს მაყურებლები გახდნენ. აქ მთავარ როლში სწორედ მძიმე სპეცტექნიკაა. ინჟინერებმა კი უნდა შეძლონ და რამდენიმე 10 ტონიანი მანქანები ააცებონ. წინასწარ გათვლილი მოძრაობები სინქრონში უნდა შესრულდეს, ისე რომ უზარმაზარი რობოტები არც შოუს ტემპს ჩამორჩნენ და არც დამსწრე აუდიტორიას შეუქმნან საფრთხე. სანახაობის უკან კი ბოქსებში გატარებული რამდენიმე 10 საათიანი მეცადინეობა დგას. ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ ჩვენივე წარმოების ტექნიკას, ვცდით ძრავისა და ამწე მექანიზმების მაქსიმალურ შესაძლებლობებს და ვცდილობთ გავარკვიოთ, რისი გაუმჯობესება შეიძლება უკვე არსებულ მოდელებში. ამ ტრენინგ ცენტრში ყოველწლიურად სპეცტექნიკის 5000 ოპერატორი გადის გადამზადებას, რომლებიც შემდგომ Hyundai-ის ტექნიკით მსოფლიოს ყველა კონტინენტში შეცვლიან. საინტერესო და ემოციურია შოუს დასასრულიც. ტექნიკის შემოწმება ყველა მსურველს შეუძლია, ვინც შოუს ესწრებოდა, თვითონ დარწმუნდეს იმაში, თუ რისი შესაძლებლობები აქვს ამ ექსკავატორებს, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, როდესაც ჩემნაირი გამოუცდელი ძღოლი ხარ ამ ტექნიკის, რადგანაც ძალიან დიდი ძალაა და ერთი არასწორი გაუთვლელი მოძრაობა და შეიძლება ყველაფერი ძალიან ცუდად შემოგიტრიალდეს. თუმცა მე მაინც შევეცდები ერთი-ორი მოძრაობა შევასრულებინო ამ უზარმაზარ რობოტს. Hyundai-ის მძიმე ტექნიკას ქართულ ბაზარზე Tegeta Motors-ი გაყიდის, რომლის ერთ-ერთი დირექტორი დავით ჭეიშვილი ახლა ამ ბაზრის ანალიზში დაგვეხმარება, მოგესალმებით. რამ გიკარნახათ თქვენ და რატომ დარწმუნდა თქვა Hyundai, რომ ახლა არის დრო იმისთვის, რომ ქართულ ბაზარზე შემოვიდეს მძიმე ტექნიკით, მაშინ როცა სამშენებლო ბაზარს ჯერ კრიზისი არ დაუძლევია. მოგახსენებთ, პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ თავიდან 2007 წელს დავიწყეთ ჩვენ ამ ბაზარზე მოღვაწეობა და მაშინ ვიყავით გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის წარმომადგენლები საქართველოში, თუმცა ნელ-ნელა და ეტაპობრივად შემოვიყვანეთ სხვადასხვა ბრენდები და ამ ყველაფრის საჭიროება ზუსტად ბაზარმა დაგვანახა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2010 წლიდან საქართველოში აქტიურად დაიწყო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, კერძოდ ეს გულისხმობს საერთაშორისო გზების მნიშვნელობის გზების მშენებლობას, ენერგოდამოუკიდებლობის მიზნით, ჰესების მშენებლობა, ტურიზმის განვითარების მიზნით, კურორტების მშენებლობა და ასე შემდეგ, უკვე ქვეყანაში გაჩნდა მოთხოვნილება ხარისხიან და აგრეთვე შესაბამისი ფასის მატარებელ ტექნიკაზე და სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგვიყვანა ბაზარზე Hyundai-ის ბაზარზე გერმანული წარმოებელი ყავთ,
ესპანური მწარმოებლელი, ინგლისური კი ბატონო და როგორ მოხდება მათ შორის ფუნქციების გადანაწილება, სეგმენტაცია ბაზრზე? ნუ გეტყვით ახლავე, ჩვენი მიზანია პრინციპში ამ მიღებული გამოცდილების საფუძველზე მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო არჩევანი და აგრეთვე კომპლექსური მომსახურება. სწორედ ამიტომ მოვახდინეთ, ასე ვთქვათ, ბრენდების მიხედვით და მოდელების მიხედვით ერთგვარი სეგმენტაცია. ექსკავატორ დამტვირთველების კუთხით მომხმარებელს თავაზობთ საუკეთესო სოფლიოში JCB-ს, დამტვირთველების კუთხით ჩინური წარმოების XCMG-ს, ხოლო სპორტბლიანი და მუხლუხა ექსკავატორების კუთხით მხრივ ფასი ხარისხის შეფარდების მიხედვით უდაოდ კონკურენციის გარეშე არის Hyundai, რომელიც 23 წელია უკვე ამ ბიზნესს ავითარებს და შესაბამისად სპეციალიზირებულია. მაგრამ მე არ ვიცი რა ფასია, მაგრამ დარწმუნებული ეს არ არის მსუბუქი ავტომობილის ფასი. და იმის გათვალისწინებით, რომ პრინციპში კომპანიებს ჯერ საბრუნავი სახსრები განსაკუთრებით სამშობლო სფეროში მნიშვნელოვნად არ აქვს, გექნება თუ არა ესეთი ჯადოსნური მექანიზმი, როგორც არის ლიზინგი, როდესაც შენ თანდათანი ხდი თანხას და შემდეგ შეგიძლია ვთქვათ უკან ჩააბარო ბოლოს და ბოლოს ეს ტექნიკა. ნუ მოწინავე ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსგავსი ტიპის ბიზნესი არ ვითარდება შესაბამისი ფინანსური პროდუქტის გარეშე და შესაბამისად საქართველოში არსებულ სალიზინგო კომპანიებთან ერთად შევქმნით ერთგვარი ექსპრეს პროდუქტი, რომლის ფარგლებშიც კომპანია, რომელსაც გააჩნია პროექტი, შეუძლია მაქსიმუმ 2 დღის განმავლობაში შეძლოს სალიზინგო პროდუქტის აღება და შესაბამისად ღირებულების მიუხედავად. დიახ, ღირებულების მიუხედავად. გარდა ამისა, გაგვაჩნია შიდა განმადების სისტემას, რომელიც ინდივიდუალურია და ყველა მოხმარებელთან ინდივიდუალურად ხდება. გადადის უნარიანობა შეიძლება თქვენ რისკით თქვენ თავზე წაიღოთ. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას. თეკეტა თავის სტილს მსუბუქი ავტომობილების სეგმენტშიც აფართოვებს. კომპანიამ ამ დღეებში იაპონური Mazda-ც შემოიყვანა და პირველი გაყიდვებიც უკვე დაიწყო. Mazda-ს როგორც მოგიხსენებათ, ყავს სხვადასხვა ტიპის მანქანები, დაწყებული კომპაქტური ქალაქის ეკონომიური მანქანებიდან დამთავრებული სრული ზონის უგზოობის მაღალი განმავლობის მანქანები. Mazda ყოველთვის არის ძალიან სპორტული ხასიათის მანქანა, ანუ ეს არის ეკონომიური, ეფექტური, მაგრამ ამავე დროს Mazda-ში არასდროს არ იკარგება მანქანის ტარების სიამოვნება. ყოველთვის ამას აქცევენ ყურადღებას. მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა ერთ ძალიან საინტერესო მოდელს, რომელიც არის crossover-ი CX-7 2 და 3 ტურბინიანი ზრავით 260 ცხენის ზავა, ძალიან ელეგანტური, ლამაზი, სრული კომფორტით შიგნით. ეს მანქანა არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება, ეს არის საშუალება სიამოვნებით გადაადგილებისათვის. ძლიერი ზრავაა, ამ დროს არის საწვავის საშუალო ხარჯი დაახლოებით 11.5 კილომეტრი და ამავე დროს აჩქარებული 0-დან 100-მდე 8 წამში. საერთოდ როგორც ყველა სხვა Mazda-ს მოდელი მხოლოდ იაპონიაში, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს განსაკუთრებული ხარისხი ყველა პატარა დეტალშიც. მანქანის გარეთაც და შიგნითაც ინტერიერში გამოიყენა ძალიან მაგარი ხარისხის მასალა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის ტყავი, პლასმასის არის უმაღლესი ხარისხის, ძალიან კარგად იგრძნობა იაპონური ხარისხი ყველა პატარა დეტალში დამუშავების აკურატულობიდან. აღჭურვილი არის სრული კომფორტისთვის, გვაქვს ორზონიანი კლიმატ კონტროლი, უკონტაქტო გასაღების სისტემა, საოცრების გათბობა, რა თქმა უნდა, ერთი საოცრები, ლუკი, მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა და სხვა მრავალი წვრილმანი დეტალი, რომელზეც შემიძლია ძალიან დიდხანს ვისაუბროთ. Crossover-ი ყოველთვის არის დიდი ზომის ავტომობილი, რაც გულისხმობს, რომ ის არის, რა თქმა უნდა, მძიმე. აქ ყოველთვის არის ძალიან რთული დასაჭერი ბალანსი, რომ მანქანა იყოს მანევრული, სწრაფი, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნოს ის, რაც უნდა კონდეს crossover-ს, ანუ იყოს მაღალი განმავლობის, ამავე დროს იყოს დიდი ზომის, რომელიც ფრენად მოემსახუროს ოჯახს მაქსიმალური კომფორტი. მე მგონი, ჩვენმა მადლობა კოლეგებმა ამ მანქანაში ეს ამოცანა ძალიან კარგად შეასრულეს. ამ კონკრეტული მოდელის ფასი გახლავთ $29,800. წლის განმავლობაში კიდევ უფრო ბევრ ახალ სასიამოვნო შრიფტს შევთავაზოთ ქართულ ავტომობილებს, რომელიც ავტომობილში ეძღვნება პირველ რიგში სპორტულ ხასიათს და ავტომობილის მართვის მიღებულ სიამოვნებას. ქართულ ბაზარზე გერმანული საბანკო გიგანტი კომერცბანკი შემოვიდა, რომელიც ესხებს ქართულ ბანკებს აქვე ადგილზე მისცემს. ექსკლუზიურ ინტერვიუში კომერცბანკის მმართველი საბჭოს წევრი კრისტოფ გაბრიელ მეცი ამბობს, რომ ამ ბაზარმა ის ოპერირების სიმარტივით მიიზიდა. საქართველოს საბანკო ბაზარზე ჩვენი შემოსვლის მიზეზი ამ სექტორისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის დინამიური განვითარება გახდა, რაც საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტებს ოპერირებისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის. კომერცბანკს საკმაოდ დიდი საერთაშორისო ქსელი აქვს. წარმომადგენლობა გავხსენით აზერბაიჯანშიც და სხვადასხვა სირთულეების მიუხედავად, ჩვენი იქ შესვლის მიზეზი ნავთობის რესურსის არსებობა გახდა. საქართველოზე კი არჩევანი სხვა მიზეზების გამო შევაჩერეთ. ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ შორიდან გვქონდა და ახლა ეს ჩვენს თავზე გამოუცხადდა.
დავუცადეთ. ლიცენზიაზე თანხმობა მცირე დროში მივიღეთ. ქვეყანაში ღია ეკონომიკაა, საერთაშორისო ვაჭრობა მზარდია, ტურისტული ბიზნესი სწრაფად ვითარდება. ეს კი საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ საერთაშორისო ბანკმა აქ მუშაობა გადაწყვიტოს და ქართულ საბანკო სისტემას დაეხმაროს. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს შორის საკმაოდ მაღალი კონკურენცია. ამის გამო ოპერირება დიდ უცხოურ ბანკებს გაუჭირდათ, როგორც მაგალითად ბრიტანული HSBC-ა. თქვენ ეს რისკი თუ შეაფასეთ? კონკურენცია ბაზარზე მართლაც ძალიან მაღალია. ეს იმიტომ, რომ საბანკო სფერო ქვეყანაში საკმაოდ კარგად არის განვითარებული. ამიტომ ნებისმიერმა ბანკმა მუშაობის დაწყებამდე დაკვირვებით უნდა განსაზღვროს, რომელ სეგმენტზე აპირებს ოპერირებას. ჩვენ შემოვედით, რათა გავცეთ კრედიტები ქართულ ბანკებზე, ამიტომ მათი კონკურენტები არ გამოვდივართ. ჩვენი ბაზარზე თამამად შემოსვლა სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა. მართლაც სხვა უფრო ცნობილმა ბანკებმა სცადეს ოპერირება, მაგრამ წარუმატებლად. პირველ ეტაპზე ჩვენ ლიდერ ბანკებთან ვითანამშრომლებთ, რადგან მათთან ურთიერთობის დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს. უფრო კონკრეტული გეგმების თქმა ძნელია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აქ დიდხანს დავრჩებით. ახლა კიდევ შოუ დღეს მოვიკითხოთ, გადაცემის წამყვანები გვეტყვიან, რას ვიხილავთ დღეს შოუში საინტერესოს. მოგესალმებით. გამარჯობა, კაკი, მოგესალმებით. საბელოდებით. დღეს სამშაბათია. მე მგონი ბაიამ უნდა დაიწყოს. თუ ვიმსჯელებთ თემით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ უნდა ისაუბროთ, რა თქმა უნდა. ჩვენ ვისაუბრებთ გადაცემაში, მე წავალ საერთოდ. მაგრამ თიკა, მოდი დაგვიანოსე. ო! ეს იგი მთელი პასუხის გამო მე დაიწყოს თიკამ და მე აღარ რამდენი დრო დახვანჯეთ ყვილა რა. სიხარულო ამბავი მინდა გაცნობოთ და მიხარია მეძლევა მის საშუალება, რომ ჩვენ სტუდიაში გვეყოლება ტრიუმფატორები მარჯანიშვილის თეატრის დასის რომელიც დაბრუნდნენ ახლახან ლონდონიდან ძალიან წარმატებული გასტროლებიდან და მათ შექსპირის ფესტივალზე წარადგინეს სპექტაკლი სახელწოდებით როგორც გენებოთ და ისინი დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ბუნებრივია ძალიან ბევრ კითხვებს დავსვათ და ბევრ კარგ ინფორმაციას მოვისმენთ ძალიან და კომპლიმენტებს ვეთქვი. თავად რაც არის ესენი იყვნენ შექსპირთან სტუმრად სახში ფაქტობრივად. ოფისში. მე როგორც ვთქვი ოფისში. მოკლედ ითამაშეს იმ სცენაზე, სადაც თვითონ შექსპირი დგავდა და თან მოკლედ ძალიან კარგი ამბებით მოვიდნენ ჩვენთან და გადაცემის გედიათ მე რა ბედნიერი ვარ ახლა. ყოველთვის მიყვარს, როცა ჩემი კოლეგები მოდიან ხოლმე. მომავალი კარგი და მომავალ დედებს და მომავალ მამებს კიდე მესამე ნაწილში ვეპატიჟებით ეკრანებში. აღმოჩნდა რომ იმისათვის რომ უსაფრთხო ჩაიეროთ ასე ვთქვათ ორსულობამ და ნაყოფ იყოს ჯანმრთელი არა მხოლოდ დედის არამედ მამის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ უსაფრთხო ორსულობაზე ვისაუბრებთ პროფესორებთან ერთად ქეთი ნემსაძესთან და ნიკოლოზ თურმე ბავში მამას რო ეხუტება უფრო კარგად გძნობს თავს ესე ამბობენ მე და შენ რაღა დაგვრჩენია მიდი დაგველოდე გავანოს ეს კარგი იყო დავძერ რომ გაჩენამდე პერიოდში ხელოვნებას ძალიან მნიშვნელოვანია კარგი მუსიკა და კარგი სპექტაკლი გასაკვირველი ასევე მნიშვნელოვანია რომ მიიღოს დედის საშუალებით ბავშვმა. ნაყოფმა. უყურეთ შუა დღეს და გვესტუმრეთ ჩვენს Facebook-ზე, უბრალოდ დავამიზნეთ smartphone ეკრანზე ჩვენს QR კოდს და ახლა იქ მოხვდებით. მე კი დღის არფიან მომენტებს მივაპყრობ თქვენს ყურადღებას. მაშინ ასე გაამზადეთ $25,000 თუ Gold კლუბის წევრობა გსურთ, თანაც ნახევარ ფასად, შემდეგ ფასი გაორმაგდება და თუ შეელევით წევრობას, მომგებიანად გაყიდით კიდეც. აგრეთვე თუ ავტომობილის შეძენას აპირებთ, არ დაგავიწყდეთ რომ ბაზარზე ახლა Mazda-ც არის, რომელიც მხოლოდ იაპონიაში ეწყობა, საშუალო ფასი იღებს და სხვა უფრო ძვირ ბრენდებს უწევს კონკურენციას. მე ხვალამდე გემშვიდობებით, სარფიანად გამოიყენეთ დარჩენილი დრო ნახვამდის.